ჯაპანას პაპანაკება. გამარჯობა, სამჯერ გამარჯობა, პატივსემულო, ღირსეულო საზოგადოებაო, ჩემო მსმენელო, კეთილო მსმენელო, ასე ვიტყვი, დავიხმარებ ჩემი სტუმრის ხშირ სიტყვას, უფრო ხშირად, რომელსაც იყენებს ხოლმე. ბედრეს სტუმარი მყავს საოცარი, მაგრამ ამას შემდეგ გეტყვით, ეს არის 98.5 და არის ჯაპანას პაპანაკება. ბატონებო და ქალბატონებო, გაზაფხულის ქუჩაზეა, გაზაფხულებია და ხარობს გულებია, მოგეხსენებათ და გაზაფხულის ქუჩიდან მოგესალმებით ასევე ჩემო ბატონო. დღეს ჩემი სტუმარია არის გინდა ბევრს ნუ ვილაპარაკებ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე მართლა მოკლედ, რაც შემილია მოკლედ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ რაც შეიძლება ბევრი ამ კაცს უნდა ვალაპარაკო, იმიტომ რომ ეს არის საოცარი დიაპაზონის მქონე ადამიანი. ეხლა არ ჩამოთვალო, არ გინდა ვინ ვარ, მაგრამ არ შემიძლია რო არ თქვა რა. ადამიანი, რომელიც ლექს წერს, ხატავს, მუსიკას წერს, მეზღაპრეა, ძალიან მაგარი ადამიანია, კარგი კაცია, ვაჟკაცი კაცია, თბილი კაცია. საყვარელი ადამიანია, უსაყვარლესი კაცია და საოცარი თავგადასავლები აქვს ადამიანს, რომელსაც ეხლა დღეს შემოგთავაზებთ. მე არ აი როგორ გითხრათ, იშვიათად რო ეგეთ ადამიანს გადაიყაროთ. ეს არის პაატა მოისრაფიშვილი, ჩემო ბატონო. მოგეხსენებათ, ჩამოვთვალე, ხელოვანი, მართლაც რომ ხელოვანი, რასაც ქვია, ეს კაცია, ჩემო კარგო მსმენელო და მაყურებელო. ეხლა კი აგერ არის და ვეტყვი რომ დავიწყოთ, ჩემო ბატონო პაატა. გისმენთ ყურადღებით და კაპაციტეტით. ვეძებ სრული შვებას ფერით, წერით, ბგერით, სცენის მტვერით, კინოფირზე ჩავლილ წლებით, შენით, ზღვით და თეთრი ცხენით. აჩუ! მიყვარხართ, გეფერებით ყველას. და შენ გენაცვალე. დიდი მადლობა მოგზადებისთვის. პატივია ჩემთვის შენი სტუმრობა, ჩემო კარგო. აქაც და ყველგან სახში იქნება ეს თუ სად იქნება, შენთან ყოფნას რა ჯობია, ჩემო კარგო, იცი რომ დიდი ხანია ჩვენ ერთმანეთს ვიცნობ და მიხარია რომ დღეს ჩემი სტუმარი ხარ. მოდი დავიწყოთ ეხლა როგორც იწყება ყველაფერი საერთოდ რა ეხლა. ასე ვიწყებთ ხოლმე ჩვენ. გავიხსენოთ ვინ იყვნენ შენ გამზელს ვენაცვალე, ვინ შენ ჩამოგაყალიბა ბავშვები, ბავშვობაში მამა, დედა, ბაბუა, როგორც მოახერხებთ, რაც შეიძლება ლაკონურები ვიყოთ, იმიტომ რომ უამრავი რამე გვაქვს სათქმელი რა. ვიცი რომ ძალიან ბევრი რამე გაქვს სათქმელი და მინდა რომ დავიწყოთ ესე. შენი ბავშვობა როგორი იყო? აი მაინტერესებს. ჩემი ბავშვობა იყო საოცარი იმ თვალსაზრისით, რომ თავისუფლებას ვეძებდი, თუმცა თავისუფლების წერა არ ვიცოდი, როგორ იწერებოდა. თ, ა, ვ, ის, უ, ფ, ლ, ე, ბ, ა. თუმცა ჩემში იყო ის ზალა, რომელიც იქითკენ მიმაქანებდა, რომ მესწავლა თავისუფლება, იმიტომ რომ ყველაფერს სწავლა უნდა. ჩემი ბავშვობა იყო, მე დავიბადე ბათუმში, ორჯონიკიძის და ტელმანის კუთხეში, მაშინ ასე ერქვა. ჩემს წინ იყო წმინდა ნიკოლოზის ეკლესია და 21 სექტემბერს უშვებდნენ ქათმებს. და მე გადავდიოდი ამ დღესასწაულზე, სკოლაში არ დავდიოდი ამის გამო. შესაწირი იყო ეს. შესაწირი იყო. ხო და ვიჭერდი ქათმებს, გალიები მქონდა გამზადებული ამისთვის, ყველაზე მეტი მაგ დაჭერილი 28 ქათამი რეკორდი მაგ დამყარებული. მერე ფულს ყრიდნენ მონათლულ წყალში, იფყვინთავდი და ფულს ვიღებდი. ვიცი, ახლა შეიძლება ეს არასწორია, მაგრამ მე ბავშვობას გეყვებით. თევზს ვიჭერდი, ბუიოგზე გავდიოდი, 5 წლის ვიყავი, ბუიოგზე გავდიოდი. და მერე იმ თევზს ყიდდი და ბედნიერი მივდიოდი სახლში, რომ დედილოსთვის მიმეცა ეს ფული ნედლი თევზი ყველას უყვარდა. დღესაც დავდივარ იმპორტში და ჩემს ბავშვობას ვეძებ, რომ მისგან თევზი ვიყიდო. წარმოიდგინეთ, ხო, აი ესეთი ალეგორია მინდა გითხრათ. ხო, ძალიან კარგი. ხო, ერთი რამე შეიძლება ითქვას კიდე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცელკი ვიყავი თუ ეს ვიყავი, გემზე ავდიოდი და გემიდან ხვდებოდი და ასე შემდეგ, ყოველთვის შობლების შვილი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ დედილო მცემდა, ხო, საფერთხელად ჯოხი ქონდა და იმით მცემდა, ხო, მე არასოდეს თავი მქონდა ჩაღუნული და ის მცემდა და მე ამას ყველაფერს უძლებდი. მე ძმამაკლია. ხო, ნუ ქუჩა, ხო, გესმეთ რა. ყველანი იქედან მოვდივართ. ყველაზე დიდი აკადემია იმ თვალსაზრისით
გარკვეული დროის განმავლობაში, რა თქმა უნდა. მე ლაშა მერქვა, მე დავიბადე როგორც ლაშა და მე დამარქვეს ჩემი ძმა 5 წლის ასაკში გარდაიცვალა და როცა მიუახლოვდა დრო მისი გარდაცვალების დროს, ხო, მეზობლებმა, ნათესავებმა ურჩიეს, რომ ეს სახელი არ არისო, კარგი სახელიო, ამ თვალსაზრისით, ხო და გადაარქვით სახელიო და დამარქვეს პაატა. ბაღში ლაშა ვიყავი და მე სკოლაში შევედი პაატა, ასე რომ დაბადები და სკოლაში ვარ. სკოლაში ვსწავლობდი და რა საგნები გიტაცებდა? ყველაზე მეტად მიტაცებდა გეოგრაფია, რუსული, ისტორია, ქართული. აჰა. ნუ ჰუმანიტარულები, ხო? კი. რა მაინტერესებს კიდე? ვიყავი ისეთი, რომ მაკვარანსკი იყავი, მაკვარანსკი. ხო, ნუ ვიყავი როგორი, ახლა სკოლას ვწვავდი. აჰა. ხო, მაგრამ რაღაც მქონდა ისეთი, რითიც უყვარდი ყველას. აი, მაგალითად, პირველი ლექსი მაქვს დაწერილი 90 წლის რო გახდა ჩემი სკოლა, 90 წლის ახარ ჩემო აღზრდელო. აი მაინტერესებდა რატო იცი რომ აი პირველმა აი ამდენი რამეს აკეთებ ხატავ კიდე გამოვაცხადე მუსიკას წერ ზაპრებს წერ ლექსებს წერ ბავშვობაში რამ გამოიჩინა პირველმა არა მე მაგას პოეზიად არ თვლიდი ეს მე ვიპოვე რვეული არაფრისათვის და იქ უამრავი ლექსია პატარა ბიჭის მიერ დაწერილი აი ზივარ კლასში შენზე ვფიქრობ ვარ კინოში მაინც შენზე რა აზრია ამისთან რომ აფიქრებ მხოლოდ შენზე მახსენდები როგორც ლანდი ან არეკლი წყლიდან შენზე ვფიქრობ მხოლოდ შენზე თვალწინ შენ მიდგიხარ ნუ რაღაც წარმოგიდგენთ ბავშვის ხო აი ესეთი იყო ხო ესეთი იყო ხო ბავშვის ესეთი იყო მაგალითად 90 წლის ახარჩემო აღზრდელო სკოლა გეხვევით გიალერსებით ხო ნუ აღარ მახსოვს ბავშვობის ადამიანი ხო რაღაცები იყო ხო და მე მოხდა ისე რომ 10 წლის ვიყავი როცა არა ნენოვა წულაიამ ფილმი გადაიღო ბიჭები იასამნის ქუჩიდან და ქუჩაში დამინახეს და პატარა ეპიზოდი მაქვს ბილეთების გამყიდველი ვარ ატყდა ერთი ამბავი სკოლაში წარმოიდგინეთ მაშინ სხვა დრო იყო რომ პატა გადაიღეს კინოში გადაიღეს ხო და ეს რაღაც მე მოხდა ისე რომ ოთარ წურქავა იყო პიონერთა სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი მან მე იყო გურამ აბესაძე ბათუმის თეატრის რომელმაც მითხარ რომ არ გინდა მსახიობობაო მეთქი რა ვიცი მინდა ლომები რატო გამომიტოვე ლომებთან უი ხო მე დედილომ ვინაიდან ესეთი ადამიანი ვიყავი რომ ვერ მაჩერებდნენ გამიშვა პატარა ბიჭი გამიშვა ცირკში სამუშაოდ 60 მანეთს ვღებულობდი, ნუ რა თქმა უნდა, დედილოსთვის მომქონდა და ვეუბნებოდი დედილო აი. და გალიებს წმენდი და ხანდახან ლომი რო იყო, იქ მე გამოვიღებდი ხელს რა. ამ გალიებს ლომებიან და წმენდი თუ არა, ლომებიან არა, კაცო. არა, ლომებიან არა. ხო და გველებს უყურებდი იქ, იმიტომ რომ მე დაათვებს ამ ყველაფერთან ურთიერთობა მქონდა დამყარებული. ზოგი ახლა ამას ისე უყურებდა და მე ვესალმებოდი, ჩემდა უნებურად რა. ვითომ ზღაპრის გმირი ვიყავი რა. დაათვებს ვესალმებოდი, გველებს ვესალმებოდი, ლომებს ვესალმებოდი. და მქონდა ურთიერთობა მათთან დილამშვიდობისა რაღაცა შუადებრივად ხო მქონდა ახლა ისე კი არა რომ ხახაში სპეციფიური ხوار იყო ეს მისალმება რაღაცა ლომებთან თქვა გველთან სხვა ლომთან სხვა თუ შეიძლება როგორც ადამიანებს ეს არა მე მაშინ ახლა ბავშვი ვიყავი ახლა რამდენი წლის 10 12 ხო 10 ხო და უბრალოდ მე ვიყავი ბავშვი და ისინი იყვნენ მხეცები და მე ახლა ისინი სად უნდა მენახა თუ არა ცირკში ხო და ეს იყო ძალიან სხვანაირი ურთიერთობა ხო რომ ის არის ლომი ხო რომელიც საკითხული მაქვს ზღაპარში ვთქვა და აგერ ლომის წინაშე ვდგავარ აქედან გამომდინარე ჩამომიყალიბდა მათდამი შიში კი არა პატივისცემა თვალებში ყურება მოსწონთ არ მოსწონთ და ეს მე გამომადგა ცხოვრებაში მოგზაურობის დროს. სად გამოგადგა ეგ ამბები? გავლილი გაქვს ეგზები. თეატრალური ინსტიტუტი.
როგორ მოხდა ეხლა? რატო გადაწყვიტე და რანაირად მოხდა? თეატრალურ ინსტიტუტში ახლა მაშინ ცოტა როგორც ყველა ახალგაზრდა ცოტათი აცვენილი ბიჭი ვიყავი, მუშაობით არსად არ ვიმუშავებდი. ხო და მაშინ თუ არ იმუშავებდი არ შეიძლებოდა და ჩემმა დედილომ სკოლა რო დავამთავრე მე რისი ჩამბარებელი ვიყავი სადმე ხო ხო და ჩემმა დედილომ მიმიყვანა თეატრში როგორც აი ცირკში მიმიყვანა ხო ისე მიმიყვანა თეატრში და იქ ვიყავი მუშა თავარ რეჟისორს გურამ აბესაძეს მოვეწონე ბიჭი რომელიც იქ თქვა თუ მსახიობს მუშას რამეს წაართმევდა ან რაღაც მე ვესარჩლებოდი მუშას და მოსწონდა ეს რომ ესეთი თავისუფალი კაცი ვიყავი მე იქ საუკეთესო როიალი იყო ხო როცა შესაძლებლობა მომეცემოდა რაღაცებს უკრავდი ჩემთვის ხო ეს დაკვრა კიდე რომ ისწავლე შენით ისწავლე არა მე ვსწავლობდი მაგრამ გამოვედი და მთელი ამბავი 4 კლასი მაინც დაამთავრე კი ფორტეპიანო ხო კი ხო მაგრამ ჩარჩენილი ვარ და იმიტომ რომ ესეც დედილო რომ მუსიკა მესწავლა და ხო და მე არ მომწონდა იმიტომ რომ თითებზე მირტყავდნენ და ხო გესმით ცოტა ამაყი ბიჭი ვიყავი როგორც ყველა იმ ასაკში ხო და არ მომწონდა რა მე ეს თვითონ ეს მცნება სკრიპკა და ეს ხო მუსიკოსი და რაღაცა ცოტა მიუღებელი ამბავი იყო და ესეც თრუგუნავდა ამ თვალსაზრისით თუმცა ძალიან ნანოფ რომ ვერ შევისწავლე მუსიკა რამდენი მუსიკოსი დავკარგეთ მაგის გამო კაცმა არის მაგრამ მე ძალიან მადლობელი ვარ თეატრალურ ინსტიტუტში რო ჩავაბარე ლავრი ჯინჭარაძე იყო ერთი ესეთი ძალიან მაგარი კაცი და მასთან გავიარე ერთთვიანი პრაქტიკა და ჯაზის ისტორიას ასწავლიდა და ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მანაც ჩემს რო ჩააბარე მაინტერესებს თეატრალურ ინსტიტუტში რო ჩააბარე და რა მოხდა ვინ იყო პედაგოგი პირველი პედაგოგი იყო კოტე სურმავა კი ბატონო ძალიან დამეხმარა ეტიუდში მაგალითად ლომების მომთვინიერებელი შემომთავაზა მიშა თუმანიშვილმა იმაში იჯდა კომისიაში და გამახსენდა რა ეს როგორც ხდებოდა იქ ცირკში რო მუშაობდი და მახსოვს მივედი პიანისტი იჯდა იქ და უთხარი რომ მარში დამიკარით რა და მე რო შემოვალ ამ ლილიოსელიანი მიშა თუმანიშვილი დოდო ალექსიძე რავი ყველანი ისნენ იქ და თხოვე რომ მე რო შემოვალ ხო ტაში დამიკარით მეთქი ხო და ამ ჩემმა სითამამემ ხო და ამ იმ პიანისტის მუსიკამ რომელიც ტყილა იჯდა იქ და არავინ არ მიმართავდა მას ხო ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში რომ მე როგორც მსახიობი სხვანაირად დამინახეს და თან ჩემ თავს უთხარი მე თუ ახლა აქ არ გავიმარჯვე ისე უბრუნდები ბათუმში იმ ქუჩაში და იმ მივდიოდი 9 დაგვესია 8 ნიში ვიდეო წარი დაგვესიენ რვალი და რო ჩამოხვედი და ტელეფი რო იდგა იქ თუ რა იდგა ჭადარი ხო და რო ჩამოვედი რა ქვია არა ახლა ზეთისხილია ეხლა იქ ჭადარი იყო აუძვერი იმ ჭადარზე ხო და აუძვერი იქ იმიტომ რომ ძალიან ხმაურიანი იყო ბათუმი არ იყო ბათუმი ხო ფეხბურთს თამაშობდით ქუჩაში რა ერთი მანქანა თუ ორი გაივლიდათ თუ სამი ხო და ეს რაღაც მეგაპოლისი იყო ხო და აი მახსოვს მაშინაც დავწერე ლექსი ესეთი ხმაურობდა ქალაქი 1000-ნაირ ბგერებით თუ გაქვს წარმოდგენილი მელოდია ხმაურში მიმაჩნია ხმაურიც მუსიკა ერთგვარი და უკვირდი როდესაც გაიღვიძებს ქალაქი და ასე შემდეგ და მრავალჟამიერი ეს პირველ კურსზე შექმნილი გაჯექი ჩავუძა ხო აი რო დაუწერე თბილის ხო ფაქტიურად რა ხმაურია თბილის ხო ჩემს თავს დაუწერე შეგუების თვალსაზრისით შენ ეხლა რო ჩაფუსულიყავი რა ხმაურია წარმოვიდგინე რა დასწერდი ალბათ მაშინ შენ რო 70-იან წლებში რა ხმაური იყო ამასთან შედარებით წარმოვიდგინე ხო და სხვათა შორის ჩემი ბიძი არის ტარიელ ჭანტურია ძალიან დიდი ხელოვანი ძალიან დიდი პოეტი ძალიან მაგარი პოეტი და
სხვათა შორის ძალიან ბევრი რამე ვისწავლე მისგან. ძალიან ბევრი რამე მე გამიმართლა ცხოვრებაში, რომ ბევრი მასწავლებელი მყავდა. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე პატრიარქიდან. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ჩემი მეუღლის მამიდან. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე იმ ადამიანებიდან, რომლებიც ცხოვრებაში შემხვდა. და მე საერთოდ ცხოვრებით მოსწავლე ვარ. აი სულ სწავლობ, აი ალბათ სიკვდილამდე ვარ. ხო, აი ეს არის ჩემი არსი ცხოვრების, რომ მე ვარ მოსწავლე. და რო დავამთავრებ ერთი წამი რო დამრჩება, ხო, ამ ქვეყნიდან იმ ქვეყნად წასასვლელად. აი მაშინ ალბათ ვიტყვი რომ თუ ვარ სწავლული, ან არ ვარ სწავლული. ისეთი ადამიანები დაასახელე, ხა ტარიელ ჭატურია, პატრიარქი, აი შეიძლება მაგას ქვია, იღბალი. გურამ აბესაძე ძალიან დიდი როლი, ოთარ წურქავა. ძალიან ბევრი ადამიანი შემხვდა რა ცხოვრებაში ისეთი, რომელმაც ვითომ არაფერი, მაგრამ ძალიან დიდი როლი ითამაშა. ეხლა ამიტომ რომ გითხრა რა, მე შე როგორ გაგიცანი უფრო ისე. ადრეც კი მყავდი დანახი და რაღაც, მაგრამ გაგიცანი მყარად ისე ნაბახუსები მოვდივარ, ერთხელ არ დამოვიწყდება, ჩემო დილა, უთენია, აი რაღაცა 5-6 საათია თუ რაღაცა და არავინ რო არ არის ქალაქში, მანქანით მოვდივარ, ჩემი წითელი ნივით და მახსოვს რომ წითელი ნივა მყავდა და მოვდივარ და აგერი გოგა ხეჭინაშვილი, ღმერთმა გაანათლოს. დიდი კაცი, დიდი სული, ღმერთმა გაანათლოს რა. ჩემი კურსელი იყო და ერთად ვსწავლობდი და ერთად ვიცხოვრეთ, მთელი ახალგაზრდობა ერთად გავატარეთ, ღმერთმა გაანათლოს მისი სული, უნიჭიერესი კაცი ბატონო. კი ბატონო. ხო და DJ გოგა იყო აი ეგეთი ბატონებო და ქალბატონებო, საოსრად დაყავდა. წყალს ვიყოფდით ერთად უდაბნოში. კი და სად მიდიხარ? თან იყო გენიალური ბიჭო, ოჯახი ყავდა სულ ექიმები და კაცმა ადგა თოჯინების სამსახიობოზე ჩააბარა. დრამის სამსახიობოზე კი არა, თოჯინების სამსახიობოზე გაგიჟდა ხეჩინ დიდი ხეჩინაშვილი. მაგის ბიძა იყო, ნუ მოკლედ რა. მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში. მამამისი მთავარი ექიმი ბათუმის. მოკლედ რა და ეს ავიდა ბიჭო, წვიტი დახმით. ის მაგა ბათუმელმა უთხრა, მაგი რომელიაო? წვიტი დახმით რო ლაპარაკობენ, მაგიაო. დედა გადაირევაო, ხეჩინაშვილების გვარიო. და დამხვდნენ ბატონებო და ქალბატონებო განან ზემოზე სად მედიხართ მეთქი ამ დილა უთქენ და ყარაყუმის უდაბნო უნდა გადავკვეთოთო გესმით თქვენ ბატონებო და ქალბატონებო ჩემო მსმენელო და რა ყარაყუმის უდაბნო უნდა გადავკვეთოთ ბიჭო ბახმელიაზე ვარ დილა უთენია მოვდივარ ტელეგრამის და კეიპარი აი აეროპორტში მივდივარ და ველოდებით ავტობუსი არ გამოჩნდაო 90-იანი წრებია რა აი ესეთი არ დადის ტრანსპორტი მეთქი ბიჭო და წავიყვანე აეროპორტში ჩემო კარგო და მოყევი ახლა ამ მოგზაურობებზე ჩვენ ყარაყუმით გოგა ხეჭინაშვილიც გაიხსენე თუ კიდე მე მოსაკულის მეტი რა გაქვს სხვათა შორის ჩემი ჩამოყალიბება მოხდა იმით რომ მე გარდამეცვალა მამა პაპა მე პაპას ვეძახდი იმის გარდაცვალების შემდეგ საერთოდ შევიცვალე აი ვითომ ურო ჩამარტყეს თავში 360 გრადუსი არ არსებობს ხო აი 360 გრადუსით შევიცვალე აბსოლუტურად სხვანაირი გავხდი დავწერე განცხადება და წავედი ყამირზე და ყამირი აღმოჩნდა ჩემი გახსნის ფრთების ეპოქა ფრენა დავიწყე იყავი ამ ყამირზე 3 თვე ხო და ხალხი მუშაობდა დამბებს აშენებდა ეს რა პერიოდია ინსტიტუტის პერიოდი ინსტიტუტი ხო საიდან დაიწყო ბამდე წავიდე მახსოვს ჩემი მეგობრები წავიდე და მე იქ ჩამოვაყალიბე ანსამბლი Free Boy, 3 ბიჭი. ხო და მაშინ დავიწყე პირველად მუსიკის წერა. აი მაგალითად საუკუნე, ხო, აი ჩემი მუსიკა მაშინაა დაწერილი, რომელიც იმის შემდეგ 30 წლის მერე თუ 40 წლის მერე, არა, მეტი. ხო. მერე უკვე გავახმოვანე და სხვანაირად ჩავწერე. ყამირმა მომცა ხატვის ძალა, ხატვა დავიწყე. გვააქრავე ნახატები ბიჭებო რომ ვაჩვენოთ? წერა დავიწყე, ნუ წერა ვაძავდი ტარიელ ჭანტურიას, ვაძავდი შექსპირს. საერთოდ დიდი ადამიანების წინაშე მინდა რომ მეც ჩამთვალონ ხელოვანად. და მინდა მათ დაუმტკიცო რომ თუ შექსპირია მე პაატა ვარ მოისრაფიშვილი მაგრამ შენზე ნაკლები არც მე ვარ ამან დამაწერია პიესა მეფეთა ქვეყანა
უბრალოდ ახლა ამის საშუალება არ არის ალბათ, თორე დრო არ არის, ალბათ. ხო, დრო არ არის, თორე სიამოვნებით წავიკითხავდი. აი ნახატები გადიშენი ეკრანზე ჩემო კარგო. მივატონო. ხო და მე მაინტერესებს ახლა რა ამ ყამილიდან რომ დაბრუნდი სამი თვე იყავი, ხო? მე აი ეს მოგზაურობებს როცა ხარ ხო, პირველი მოგზაურობა იყო თუ არ ვცდები ველოსიპედით წავედი თბილისიდან ბათუმში. მე ნავით წავედი ცხეთიდან კასპიის ზღვაში. მე დამიჭირეს ხო ვიჯექი მრიცხავდნენ ინსტიტუტიდან და ვასო კიკნაძე უდიდესი პიროვნება, რომელმაც ჩემ ცხოვრებაში ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, რო არა ბატონი ვასო, მე ალბათ გამრიცხავდნენ. მე კავკასიონი დავიფყარი პანგურიანი, ხერგიანის მწვერვალი ჩემს მეგობრებთან ერთად მე გენოცავამ და დათო აღარ მახსოვს. ხო, მე დავიწყე სხვადასხვა მდინარეების გადაცურვა, მე ისე გავთამამდი, რომ რიონშიც კი შევცურე შოუში, გიჟ მდინარეში. ბევრი სისულელე მაქვს ჩადენილი და მე მადლობელი ვარ ღმერთის, რომ სიცოცხლე შემინარჩუნა და რაც მორევებში არ ჩავიძირე და კლდეს არ მიმახეთქა და ასე შემდეგ. მიგახეთქა, მაგრამ გადარჩი. უბრალოდ მიგახეთქა. მართლა მიგახეთქა შენ. რასლა მაგას ახლა ვიტყვი, აი რა მინდა რომ თქვა რომ თან ეს ნების ყოფა ეთქობა გვარში გაქვთ რა. ჩემო ბატა ახლა მე ჩემი შვილის მეგობარია შენი შვილი. იცი და ახლა ჩემი უსაყვარლესი ადამიანი რომელმაც რამდენი წლის ასაკში შედგა ჩემო ბატონო მაგერ უკვე რელიგიას დაუკავშირდა და ღმერთს დაუკავშირდა თავის ცხოვრება და ამას უზარმაზარი ნების ყოფა უნდა. უზარმაზარი ნების ყოფა უნდა. აგერ უკვე 20 რამდენი წლის არის 35 წლის ხო არის უკვე რა და რამდენი წელიწადია უკვე ეგ წასულია და ბერად არის და ათონის მთაზე იყო ჩემო ბატონო ეხა და მამა მაქსიმე რა მინდა მოვიკითხო აქედან თუ გვისმენს კენ გენაცვალე ჩემო მაქსიმე ჩემი როგორ ბავშვობაში მახსოვს ის კი ერთხელ წამოწდა შენთან ლაშა დემეტრე ერქვა და დივიტასა როგორ არის მეთქი კითხე და შენ განრისხებული მიყურებდი რაც ქვია კაც ლაშა დემეტრეს მეძახიდა რა დივიტას ეძახია ნუ იქო მახსოვს და ეხა ამას ხო უნდა ეხა იერუსალიმში წასვლას ფეხით მარტო. ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ხარ წასული ფეხით. ჩემო ბატონო, იქ ფეხი მოიტეხე, დარუბანში რო ჩახვედი, უკვე ეს არის თან 90-იანი წლებია რა. ერთმა მანქანამ გამოიერა და იმან შედაგარწყა. მე შენი მეუღლეს არაჩვეულებრივი ადამიანი, ეს მაია, რომელსაც ფერება დაარქვი შესაძლებლად, თვითონ ეს სიტყვა ამბობს, უკვე ბევრ რამეს რა. ფერება ცალკე მინდა კიდე მოვიკითხო. არაჩვეულებრივი თეკლა შენი მარიამი, გადასაშვილები. ხო, შვილიშვილები, ყველა ნუ რაღაცა ოჯახი გაქვს საოცრება. მარიამი საოცრება. მე ვიზახი რომ ეს ადამიანი თეკლას საიდან გაჩნდა? საიდან შემოფრინდა? საიდან შემოფრინდა? რაღაც თითქმის შვილიშვილის ტოლია, ხო? არა, შვილიშვილი არის 22 წლის და თეკლა არის 14 წლის. აჰა. წარმოიდგინე. კიდე საშუალო ხო, შუათანაშვილი 3 წლით უფროსი თუ 4-ით არ ვიცი. და თან მაინტერესებს აი მე ვიზახი ამ ვაშკაცობა შეიძლება ითქვას კიდე და ამის შრომის უნარი უნდა ღმერთთან ესე ყოფნას როგორც ეხა მამა მაქსიმემ აი ამას შრომაც ჭირდება ნუ ნების ყოფა ხო ჭირდება და ჭირდება აღარ უნდა ლაპარაკი ეხა შენი იქ წასვლა კიდე ეთქობა ეს მოგდგამთ რა ჯიშად მოგდგამთ თუ რა არის რა ხდება რამ ეხა რამ გადაგაწყვეტინა იერუსალიმში წასვლა მოდი ვილაპარაკოთ ამაზე და ეროვნულ გალერეაში მქონდა პერსონალური გამოფენა ხო და შემოვიდა მზე და მეთქი ღმერთი მოვიდა და ვიკითხე სადაა საპატრიარქო იმიტომ რომ საპატრიარქო ღმერთთანაა ხო დაკავშირებული ხო და კითხვით მივედი და ვიპოვე და ხედავ სამაიას ბაღი იყო კანდაკებებიც იდგა სამაიას პატრიარქი და რუსეთიდან მოვლენილი კიდე პატრიარქი მე მგონი ალექსი მეორე იყო თუ არ ვცდები ხო დადიან ერთმანეთში ლაპარაკობენ და შევიჭერი მე პოლიციამ დააპირა ჩემი
გაბაწრვა და გამოყვანა, მაგრამ ხო, იზოლირება, მაგრამ მიხვდა რომ თუ გამომიყვანს რაღაცა ჩოჩქოლი ატყდება და თან შემხედა რომ არ ვარ ტერორისტი, ხო, ხელში არაფერი არ მიჭირავს, ისინი რომ დადიან და საუბრობენ, მეც დავდივარ და უყვები მათ. თვალით კი გადმომხედა პატრიარქმა, მაგრამ მაინც ელაპარაკება სტუმარს. ხო და ერთხელ გავიარე, ორჯერ გავიარე, მათთან ერთად სამჯერ გავიარე, ოთხჯერ და ბოლოს მოვიდა და მკითხა, რა გნებავ თუ ხმაწვილო? და მე ვუთხარი, პატრიარქო, ჩემი რწმენა სავსეა, გადმოდის ჩემგან, ხო და რომ ეს ყველაფერი ჩავახშო ჩემში, უკვე არ ვიცი როგორ მოვიქცე, ფეხით უნდა წავიდე იერუსალემში. გამიღიმა, ხო, ახლა კაცი მოვიდა და ამას გეუბნება რომ ფეხით გამიში. რა თქვი? სალოსი ხარ, როგორც სამოქალაქო სალოსი. ხო, სალოსი ხარო, ხო. სალოსი როგორ ავარო, შეკითხე. ხო, მე ვუთხარი სალოსი როგორ ავარ, შვილები მყავს, მეუღლე მყავს. მაშინო შენო სამოქალაქო სალოსი ხარო. საოცარი ადამიანი. კი. ხო და რა, იცით, ძალიან დიდი რამ მოხდა რომ პატრიარქმა დამიჯერა. იმიტომ რომ ჩემზე უკეთესები იყვნენ, რომლებსაც სურდათ ფეხით იერუსალემში წასვლა. მაგრამ პატრიარქმა შემამოწმა ჩემს მუსიკას უსმენდა, ჩემს ლექსებს, ჩემს ზღაპრებს, ჩემს პიესებს, ახლა წარმოიდგინეთ პიესა, ნახევარი საათი ხომ მაინც უნდა უკითხო და ნახევარი საათი გისმენს პატრიარქი. ეს ძალიან დიდი წყალობა, მე ძალიან დიდი როლი ითამაშა მან ჩემს ცხოვრებაში, როცა თქვა რომ შენ ყველა დროის ყველაზე დიდი ხელოვანი ხარო. მას არ უთქვია რომ შენ ხარ ყველაზე დიდი პოეტი, არ უთქვია რომ ხარ ყველაზე დიდი კომპოზიტორი, დრამატურგი, სცენარისტი, მეზღაპრე, ერთი სიტყვით რა. და მოვისმინე და რა მაინტერესებს? ამან დიდი როლი ითამაშა, რომ ყველაზე დიდი ხელოვანი ხარ, რაც კი დაბადებულა დედამიწაზე. ეს საოცარი სიტყვებია. ფერება გაიცანის შენ ეკლესიაში მუშაობა. ეკლესიის მაგ პერიოდში დაიწყე მუშაობა, თუ მე შემდეგ პერიოდია ეს. თუ მანამდე ვიყავ. კინომსახიობთად იყო. არა, მე რას გეუბნები, აი პატრიარქი რო ნახე, თუ აი მე ეკლესიაში როდის მუშაობდი რა, ინსტიტუტში იყავი? თუ არა. დაამთავრე ინსტიტუტი. დაამთავრე. და დარაჯად მუშაობდი ეკლესიაში. არა, მე წავედი ბათუმში. ბათუმში ვიყავი მსახიობი, ბათუმის პერიოდი ძალიან რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ მე მყავდა დელფინი ზემფირა, ვისთან ერთადაც მე ვცურავდი ზღვაში, ვაჭმევდი თევზს, რომელსაც ვიჭერდი, ხო და მომიკლეს ის დელფინი, თქვით ზემფირა. ხო და მომიკლეს ის დელფინი და დამწამეს ცილი, იმიტომ მოკლეს, რომ მე თითქოს დელფინთან ცხოვრობდი. მე ეს ამბავი გააგებიეს ჩემი მეუღლის მშობლებს და ისინი ძალიან წინააღმდეგები იყვნენ ჩემი, რომ ესეთი ცუდი ადამიანი, რომელიც დელფინებთან ცხოვრობს და რაღაც, როგორ შეიძლება ოჯახში შემოუშვათ და ხო, ესეთი ცილი დამწამეს რა. სასწაული დელფინთან, ყველაფერი გამიგია, თხა გამიგია, ვირი გამიგია. ხო, მაგრამ ვინც ეს თქვა, ხო, ღმერთმა შეუნდოს. არა, გასთან მოკლეს. და მომიკლეს. ხო, კი, აბა, და მე გავგიჟდი და ფსიქიატრიულშიც ვიცექი ამის გამო და პროტესტის ნიშნად ხეების ზღვიდან ამომქონდა ფესვებიანი დიდი ხეები. ხო და ქუჩებში ვდგავდი სადგურში არის 4 თვალა რკინის ესე ისინი რო დაატარებენ მუშები და იმაზე იმაშვებოდი რა ქვია ვდებდი ამ ფესვებს და ქუჩებში პროტესტის ნიშნად ვდებდი რომ აი ჩემი პროტესტი ასე გამომეხატა მე ამას დაერთხვა ის რომ ტიმ სევერინი ცურვით გავაცილე მე ერთი სიტყვით ვერ გამიგო მე ხალხმა ხო მაგრამ არ ვამტყუნებ მათ იმიტომ რომ მე რა უფლება მაქვს ვინმე გავამტყუნო მაგაზეც დაგიჭირეს ხო მაგაზეც დამიჭირეს ხო სევერი ტიმ სევერი ხო მახსოვს სინკევიჩი იყო
ნაცვლიშვილი იყო ნავში, რომლებიც მიცურავდნენ და მე ცურვით მივყვებოდი. მახსოვს კაცო პოჩინო შემოვიდა 81 წელია თუ რაღაცა ეგრე 82 თუ რაღაცა თუ 3 მახსოვს ხო არ მახსოვს ხო ასე ეხა მაინტერესებს იერუსალიმში რომ მიდიხარ რა ქალაქები გაკაი ეგ ჩამომითვალე ერთი გავლილი რა ფეხი თურქეთი, ქურთეთი, სირია, იორდანია, პალესტინა, ისრაელი, სამარია, გალილეა, ტვერია, გოლანები, იუდეის უდაბნო ნეგევის უდაბნო, ბეთლემი, იორდანე, ნაზარეთი. და ყველაზე დიდი ბედნიერება ის იყო, რომ ამ სახელმწიფომ მენდო მე გოლანის მაღლობებზეც მიშვებდნენ, პალესტინელები მენდობოდნენ, თქვათ მათ კონტროლირება ტერიტორიებზე გადავდიოდი, ვინ გაგიშვებს იქ არავინ. ხო, მაგრამ აი ეს გადაყრილი არა ხარ ამ ბედუინებს ან რაღაც როგორ არა, კაცო, ფოტოებიც მაგ გადაღებული, რომ აი მიდიხარ 1 დღე, 2 დღე, 3 დღე, 4 დღე, 5 დღე, 6 დღე, 7 დღე, 8 დღე, 9 დღე, 10 დღე და უცებ ხედავ სადღაც ეგერ ვისაკ რა, 1 ჯოხი, 2 ჯოხი, 3 ჯოხი, 4 ჯოხი და დიდი ფარდა და იმ ფარდის ქვეშ ზის პატარა ცეცხლია კანთებული და გვერდით აკლემი ხო და ჩაისვავს პურს აცხობს იმაზე ქვაზე ხო და სტუმარიც ყოფილვარ მე ძალიან ბევრი ბუშტები ფანქრები საშლელები დამქონდა გულის ამოჭრილი ფორმები აი მაგალითად იორდანიაში არ მიშვებდნენ იმიტომ რომ სამეფო ქვეყანა სირიიდან რო გადავდიოდი იორდანიაში არ მიშვებდნენ ხო და მელკ ჰუსეინის ფოტო ქონდათ ეს მაგათი მეფე იყო 1.50 მ სიმაღლით ყავდა მეუღლე 2 მეტრამდე რა რაღაც თუ ცოტა მეტი ხო და 12 შვილი ყავდა და იმ მეფეს ეძახდნენ კომპიუტერიაო რა მეფე არის კომპიუტერიო ხო და არ მიშვებდნენ შეიძლება სირია სხვა ფილოსოფიის მატარებელია იორდანია სხვა ფილოსოფიის მაგრამ ღმერთმა ესეთი რამ შთამაგონა რომ ის გულები რომელიც მე მქონდა ხო მის ფოტოზე მივაკარი ხო და ეს რო დაინახეს რომ მის მეფეს გულის ფორმა მივაკარი ხო შეუმიშვეს და მე ვიცი რომ გულის ფორმები კიდე აი ეს მე გული თბილისი მე გული ბათუმი ეს 91 წელს საერთოდ ხო მე მიყვარს თბილისი მე მიყვარს კი აი ეკრანზე არის აი ეგერ არის აი აი ეს ხო 91 წელსაა ხო ეგ სლოგანი არის შენი მოგონილი და 13 ხო ჩემი მაგი ყველა მიცის მაგაზე არც არავინ არ დავა 91 წელია 91 წელს ეგ არ ყველა მეუბნება რომ პატენტი გააკეთეო თანხას გადაგიხდიანო თუ რა აი ხო არის ბანკანებზე აქ ყველგან არის მიკრული ხო კი ხო და რა მაინტერესებს აი კიდე საოცრად ეხლა ლექსები გაქვს ეხლა ნუ აქვე მინდა რომ რაღაცნაირად ყველაფერში რა იცი რასაც აუწერ ხო იმას ვხატავ რასაც ვხატავ იმას უკრავ სხვა რომ არაფერი ვცოცხლობ სხვა რომ არაფერი ვსუნთქავ სიყვარულის გარდა რა მაქვს ტვირთი როგორც ჯილდო მაქვს სიმღერით და ლექსით წავალ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანას. ეგენაცალი. კარგი ხარ, ძალიან კარგი ხარ ბადა. შენ მითხარი რა, აი ლექსი აი ხდეს აიგერ და აი ამ ლექსთან დაკავშირებით. ეს არის ამის ისე. ხო, ეს არის 1991 წელს შექმნილი აი ეს ლექსები. აი როგორ არის დაწერილი. უყურე, ობობის ქსელი. ქსელი ქვია ლექს პატონდება. ობობას ქსელში გაება დეკემბრის ღამე და დაიტოვა სამუდამოდ შენი ღიმილი. დაგეპატრონა წაგიღო ბნელ უღრან ტყეში, სადაც ყველაზე გულადსაც კი მოდრიკავს შიში, დეკემბრის ღამევ, ბედნიერო დეკემბრის წუთო, ობობას ქსელი, რად გააბი ჩემ სახლის ჭერზე, ცხოვრება მიდის, იარებში ცხოვრება იბრძვის და იქსოვება ქსელი ისევ ვიღაცის ვისი არის ესეთი ლექსები
მაგალითად. არც ერთი კრებული გამოცებული არა. არა, ვინ წიგნი გამოცებული არა. არა, ვინ რას, კაი რა, ყველა მთulis, არა. ეთყობა ეს ჩემი ხვედრია, ჩემი ბედია, რომ მე ასე ყოველთვის ვიყო აი ესე წიგს გამოცებს უკვე აი არა პოეტები რა, პოეტიო, ყველა გამოცებს, ვისაც არ ეზარება. ყველას გეფერებით. ყველას დიდი მადლობა. მე უფლება არ მაქვს ვინმეზე ცუდი ვთქვა და ვერც მათქმევინებს ვერავინ ვერასწოდეს ვერავიზე ცუდს. ერთი კაცი ხომ უნდა დააბიჯებდეს ამ ქვეყანაზე, რომელიც არავიზე არასწოდეს ცუდს არ იტყვის. აი, ეს თვალებია, გემი ჩანს ახლა ჩვენს იმაზე და ხო, აი გემი და მე თვალები წავიგე. მაშინ. რომელ საათზე გავიდა გემი, იკითხა ღუზამ გულზე ნაქარგმა. მზით გარუჯულმა ვეებამ ხრებმა, ხუჭუჭა თმებმა, საცრის თვალებმა, რომელ ქვეყანას დაადგა კურსით. როგორი ტვირთით შესწურა ზღვაში, იკითხა თითქოს მისმა დუმილმა, ჩიბუხის კვამლმა, ღრმა დამოსულმა, გრანიტის ქანებს ურტყავდა ტალღა, იჯდა მოხრილი მთისხელა კაცი, შორ ჰორიზონტებს აკვირდებოდა და თოლიების ესმოდა ფასი. რომელ საათზე გავიდა გემი, როგორ გავიდა უჩემოთ ზღვაში, როგორ გაუძლო ამ ძლოვან ნაპირს. ცხოვრება გემზეა, სიცოცხლე ზღვაში. და ესეთი ვიგოთ თვალები, ხო? ეს თვალები. არა, ეგეთი ბევრი მაქვს. მადლობელი ვარ ყველაფრისათვის, ხედავ, ანუ გუგა. მადლობელი ვარ თუ გესმის ჩემი. რა უნდა იყოს მეტი ღმერთის წყალობა, ხედავ გუგა, როგორ არჩევენ სიმართლეს ბრმები. სამშობლოს ბორკილს, ოფლს და რწმენას მივათრევ გზაზე. ეს გზა ამიყვანს ხელოვნების უწმინდეს მთაზე. მე ვიცი ავალ უფრო სწრაფად ყოფა რომ არა და ისიც ვიცი უნდა ვზიდო მინდა თუ არა ქარაფებში უყრი თვალებიდან მოწყვეტილ ლოდებს ოდნავი შვებით ველოდები მომავალ ბრძოლებს სიზმარში ცხადში ბრძოლის ველი მხოლოდ ერთია ზღაპარი ფერწერა კინო სცენა და პოეზია მუზებს ვიფიცებ, ვით საყვარელ ადამიანებს. მათი ძალა და ძლიერება უნდა ვიხილო საკუთარ თავთან, თუ კი დავრჩი ადამიანი. ქვეყნიერება, როგორც უნდა, ისე მიტიროს. ამიტომ მე არავიზე არ ვარ გაბრაზებული, ეს ჩემი ხვედრია, ვიყო მიუღებელი თუ არაპოპულარული თუ რაცა ხო დაუნახავი გულზე რო გიჟღრიალებს ამდენი რამე მაგასთან დაკავშირებით გვიხარი ერთი ორი სიტყვა ეს არის უამრავი ადამიანის თილისმები რომლებიც დამკიდეს ზოგი ებრაელია ზოგი მუსულმანია ზოგი ბუდისტია ზოგი კათოლიკია ზოგი ქრისტიანია რა ვიცი რა უამრავი ადამიანი და ისინი ამბობენ რომ შენ თუ ამას გულზე დაიკიდებ ხო მე უფრო მეც ვიცოცხლებ მე უფრო ბედნიერი ვიქნები მე განდობ ჩემს თილისმას შენ ეს მათი აზრია და როგორ შეიძლება ადამიანი ხან რას გაძლევს ხან რას ეს მაგალითად სოფლიოს სიყვარულის ზარია ეს სოფლიოს სიყვარულის ჯოხია შენ კარგად იცი ეს ჯოხი კი ბატონო შეგინაცვალე ასე რომ რა იცი მე ბედნიერი ვარ იმით რომ მადლიერი ვარ ადამიანი უნდა იყოს მადლიერი თუ ის მადლიერია ხო ნატეხი პურითაც მადლიერი იქნება მე მადლობელი ვარ ჩემი მშობლების მე მადლობელი ვარ ჩემი ცხოვრების იმ ხალხის ვინც შემხვდა ცხოვრების გზაზე რომ მადლიერება მასწავლეს ზოგმა როლზე უარი თქვა
და თქვა რომ ამან უნდა ითამაშოს. აი მაგალითად გივი ჩუგუაშვილმა ხო მას უნდა ეთამაშა დოჩანაშვილის ძნელში ძნელი და ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკის უთხრა რომ მე რატომ უნდა ვითამაშო ეს როლი როცა არის პაატა მოისწრაფიშვილიო. ესე იგი რამდენად სიკეთეა ხო გაცემული. ესეთი ადამიანი ბევრია ამ ქვეყანაზე რომელიც შენც ხვდება ცხოვრებაში კი ბატონო მეც ხვდება ესეთი ადამიანები რო არ იყოს გურამ აბესაძე რომელმაც დაიჯერა კედაცოლე ჩემი პატა ბავშვები და ზღაპრები აი ეს თემა რა შეეხება ზღაპრებს ჩვენ დრო ცოტა გვაქვს ამიტომ ზღაპრების საკითხვის დრო ალბათ არ ცოტა არის ერთი ორი სიტყვა მინდისთან დაკავშირებითაც მინდა მითხრა მაგრამ ჯერ ამ ბავშვებზე და ზღაპრებზე ეს ზღაპრები ბოლოსკენ წამოვიდა შეგენ თუ დიდი ხანია უკვე არა აი მაგალითად აი ესეთ რაღაცებს წერ ხო მტრედები ისხდნენ ფანჯრის რაფაზე მინიდან თვალს ადევნებდნენ ძალს რომელიც ოთახში ლოკავდა ძვალს რა ბედნიერია ფიქრობდნენ მტრედები პატრონიც ყავს და საუზმეც აქვს ძაღლიც ხედავდა ფანჯრის რაფაზე მტრედებს და ფიქრობდა ძალიან თავისთვის რა ბედნიერები არიან მტრედები სურვილისამებრ გაფრენა შეუძლიათ თქვენ როგორ გონიათ ძვირფასო ბავშვებო მათ შორის ვინ უფრო ბედნიერია აი ესეთი არის ძალიან ბევრი გასაგებია ჩემო და ერთი სიტყვით მე დღე და ღამე ქმნი მე ჩემდენი დედამიწაზე მე შემიძლია ვთქვა გინესის რეკორდების წიგნში მარტო იმის გამო არ შევედი რომ $300 გადასახდელი ხო და მე ვიფიქრე აქეთ გინესი რასთან დაკავშირებით იყო გინესი იმდენი პასტა მაქვს დახარჯული იმდენი პასტა მაქვს დახარჯული რომ დედამიწაზე ხო მე შეგროვილი მე ვიცი რომ მიდევს ხო რა თქმა უნდა რამდენია დედას გაფიცე სადღაც 7000-მდეა 7000 ღერი კი ის შიგნით ჩასადები ის შარიკი ვორბლიანი შარიკო 7000-იც კი ბატონო ეგერ მიდევს რა ის გაქ შეგროვებული შიგნით რაცა კი ხო და ვინმე რო არ თქვა სიტყვაზე გეუნებით ხო შეიძლება ასე ფუ და გამოდევნო ხო იმ 7000-ის იმ ოკეანეები შემიძლია ვაჩვენო ადამიანებს რა მაქვს შექმნილი დახატული შემდენი დედამიწაზე არავის არ შეუქმნია ოღონდ მე არ ვიცახი რომ ის კარგია აი მე მინდა კარგად გაიგო უბრალოდ კარგია ამ დროს არა შენ არ იცახი მაგრამ კარგია ხო მაგრამ ერთი რამე ნამდვილად შემიძლია ვთქვა შემდენი დედამიწაზე ნაშრომი არავის კანდაკებას მაქვს გაკეთებული მუსიკასაც წერ მე არ ვიცახი კარგია 23 ფილმში ვარ გადაღ მე არ ვიცახი კარგია მე ვიცახი რამდენად ბევრს შრომობ განდეგილში ბოლო განდეგილიც მაქვს ნათამაშები კინომსახიობთა თეატრში მე და ქალბატონ ზინა კვერენჩხილაძეს რა ვიცი კინომსახიობთა თეატრში რაც დაიდგა ყველაფერში ვითამაშე მადლობელი ვარ ყველას კი ბატონო მე რა უფლება მაქვს ვინმეზე ცუდი ვთქვა მაგრამ ერთი რამე ნამდვილად შემიძლია ვთქვა ჩემდენი დედამიწაზე ესე იგი ან სულელი უნდა იყო რომ ეგეთი რამე თქვა ან მართლა უნდა გჯერ არავის არ უშრომია ხო და ახლა ფაქტის სახეზეა და არის ადამიანები გიჟი ეძახიან არა გიჟიო აი ეს ეკა ხო და უბრალოდ მე მაგ სახელს არ ვიმსახურებ ხო არანაირად ხო და გაკიცხვაც არ შემიძლია იმ ადამიანების არა ეს რაღაცნაირად შეიძლება ხანდახან ალერსიანათაც ჟღერს ეს სიტყვა მე რომ მკითხო ხო მაგრამ მე მართლა არ ვარ გიჟი არა ისინი არ ამბობენ ბოროტად ამბობენ ვინც ბოროტად ამბობს იმაზე არ არის მაგრამ ეხა გიჟია რა ეინშტეინი ეხა მოდი რა აბა რა არის ეხა სკრიპკაზე უკრავდა კაცი რომ საშინლად თან და მეზობლები იყვნენ გადარეულები ბიჭო თელი მეზობლები იყვნენ ოღონდ უკრავდა ამ სკრიპკაზე ვიოლინოზე უკრავდა ცუდად
მაგრამ უკრავდა რა. მე ვემზადები იმისთვის, რომ გავაკვირვო ის ადამიანები, რომლებიც ჩემს გარშემო არიან, ჩემი საფორტეპიანო მუსიკით. აი, ამისთვის ვემზადები და დადგება დრო და ყველას გაუკვირდება, რომ იმიტომ რომ მათმა არ იციან მე რას უკრავ. ისინი მარტო ჩემს სიმღერებს უსმენენ, რომელიც Facebook-შია თუ არ ვიცი რა ქვია მაგ ის ადამიანი, ვინც ამას ყველაფერს მიწერდა, ის გარდაიცვალა, თავი მოიკლა. ძალიან ბევრი ტკივილებით ცოცხლობ, ძალიან ბევრი ტკივილი მაქვს გარშემო, მაგრამ ერთი რამით ვარ ბედნიერი, ცოცხალი ვარ და იმ ზღვარს გავწვდი უკვე, როცა ადამიანები თავს იკლავენ. მე თავს არ მოვიკლავ, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემი. იმიტომ რომ ძალიან ძნელია, როცა არავინ არაფრად არ გაგდებს. ეს არის ძალიან რთული და ძალიან ძნელი. აი მაგალითად, კინომსახიობთა თეატრი გასტროლებზე მიდიოდა, ხო? და ერთადერთი კაცი რჩებოდი მე. ახლა წარმოიდგინე რა. ერთადერთი კაცი. ეს ხო არ არის თქვა, ეს ხო ყველა მისის რა, საქართველოა პატარა ქვეყანა, ყველამ ყველაფერი იცის. ერთადერთი კაცი რჩებოდი. ბატა, ჩემო კარგო ადამიანი, 2 წუთია დარჩენილი. მე რა მინდა გითხრა, შენ ახლა გულებთან დაკავშირებით, თან აქ მოგვიტანე ბევრი გული. ისედაც მომიტანე შენი გული და ვისალმებები შენ ეგეთი იცი, რომ შენ ისეთი ადამიანი ხარ, რომ აი სულ ეს ესალმები ხარ. ყულმისაც ესე იღებ, ჩემო კეთილო ადამიანო რა და ვითხარი რამე, აი სუბტიტრის აი რაც დავშო 2-3 წუთია დარჩენილი, მეტი საშუალება არ არის. აი პირდაპირ გითხარი რა გინდა ამოიწუროს. მე დავიბადე სიყვარულისთვის. თუმცა ტანჯვით ვცხოვრობ, მაინც ყველაზე ბედნიერი ვარ რომ დავიბადე. თქვენ მაგრძნობინეთ, რომ დავიბადე სიყვარულისთვის და გამანათეთ. თქვენი სინაზით ყოფნის ეს ჯილდო, რამე თუ ერთხელ ცოცხლობთ მიწაზე. მიყვარხართ, გინდათ გამინაწილეთ, გამჭერით 100-ად, 1000-ად ტყვევარ. ნუ გეგონება ჭკუა დავკარგე და მსხვერპლი მქვია, ვინმე უგნური. მე სიყვარული მალაპარაკებს. რომ იცოდეთ, რა მდიდარი ვარ. თან დამდევს გვერდით თქვენი სინაზე და ერთი აზრი. მუდამ მიყვარდეთ. აი ამ არაჩვეულებრივ ნოტაზე გემშვიდობებით ჩემო ბატონებო, აი პაატას მოტანილი გულებით შემოვიდა ჩვენთან, შემოგვიფრინდა, აგერ აი ეს ყველაფერი მოგვიწდა პაატამ. უღრმესი მადლობა, რომ გვისმენდით. მომავალ ხუჩაბათამდე. მიყვარხართ. დიდი მადლობა.